ყველაზე ხშირი მიზეზი რა არის ზრდის შეფერხებისა? უმეტესობა მშობელს ჯერ კიდე ჯერა იმ საბჭოთა მითის, რომ 25 წლამდე ვიზრდებით. 9 წლის გოგონას, რომელსაც რეგულარული ციკლი აქვს, ემოციური სფეროსთვის კარგი ვერ იქნება. პირდაპირ დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვალის სწავლასთან. იცით, კარგად სწავლობდა და ახლა ვეღარ იმახსოვრებს. აი ამ წუთში ახსოვს, მერე აღარ ახსოვს. როცა გაუკეთებ ანალიზებს ხოლმე 10, 11, 12 წლის ბავშვს ზოგჯერ ისეთი მონაცემები აქვს, რომ გონია რომ 50-60 წლის კარგი მსმელი ღიპიანი. წონა პრობლემაა და ძალიან ბევრ ბავშვს მოზარდ შეიძლება წონა ძალიანაც აკომპლექსებდეს, ხო? ერთ-ერთმა კლასელმა ბიჭმა ერთ-ერთ გოგონას უთხრა, რომ ძროხა ხარო და მთელი კლასი შიმშილობდა. 11 წლის გოგონა, რომელსაც იმდენი ხნის ანორექსია ჰქონდა, ბარძაყის ყელი მოტყდა. თვითონ ბავშვები მოდიან და გეუბნებიან, რომ არ არის დარწმუნებული, რომ სწორ სხეულში ცხოვრობს. აღნიშნა, რომ მამა ოჯახში იყო მოძალადე. მამისნაირი არ უნდა ყოფილიყო, და ამიტომ გადაიხარა დედისკენ. საღამოშვიდობისა, ეთერშია ჩვენი პოდკასტი ექიმი მიკროფონთან და მე დღეს მინდა დიდი სიამოვნებით წარმოგიდგინოთ მურმანიაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიისა და დიაბეტის ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონ ნინო ხელაძე. ნინო, მადლობა, რომ მოხვედი ჩვენთან პოდკასტში საუბროთ. სხვათა შორის ამასინათ ჩვენი პოდკასტის კომენტარებს ჩაუჯექი და ძალიან ბევრი ითხოვდა, რომ ბავშვთა ენდოკრინოლოგი გაგვაცანითო და ვინ თუ არა შენ. მადლობა კიდევ ერთხელ და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება. ბევრი ისეთ თემაზე ვისაუბრებთ დღევანდელ პოდკასტში, რაზეც ასე ღიად ბევრს არ ვსაუბრია, ამიტომ დავასპოილეროთ ჩვენი მაყურებელი და აქვე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი ექიმი მიკროფონთან, დაგვალაიქეთ. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваცია და ყოველთვის ძალიან ბევრ საინტერესო სტუმარს წარმოგიდგენთ ხოლმე. კარგი. დავიწყოთ შენთან პირველი შეკითხვით. ყველაზე ხშირად რატომ რა მიზეზით მოგმართავენ პაციენტები, ბავშვ პაციენტებზეა საუბარი, რა ენდოკრინოლოგიური პრობლემაა გავრცელებული ყველაზე მეტად? დიდი მადლობა გიორგი მოწვევისთვის. მე ძალიან დიდი ფანი ვარ შენი პოდკასტების. ბევრი საინტერესო რამეები გავიგე ცნობილი კოლეგებისგან. ბავშვთა ენდოკრინოლოგიის თან ყველაზე ხშირი მიმართვიანობა არის ძირითადად ალბათ ორი მიზეზის გამო. ერთი არის ჭარბი წონა, რომელიც სამწუხაროდ ეპიდემია ფაქტობრივად ხო. და მეორე ალბათ ყველაზე ხშირი მიზეზი არის ზრდაში შეფერხება, სიმაღლეში ზრდაში შეფერხება, რომელიც ძალიან რთული, კომპლექსური საკითხია, ძალიან მნიშვნელოვანი და სწორიც არის, რომ ამის გამო მოგმართავენ. მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი ჩივილი და პრობლემაა, რომელიც ხანდახან მშობელს ეპარება და არ იცის ვის უნდა მიმართოს, რატომ უნდა მიმართოს, არის თუ არა ეს ნორმა. და ალბათ პირველად ჯანდაცვის ექიმებსაც ეპარებათ ხშირად ხოლმე და შესაბამისად გადამისამართება არ ხდება ბავშვთა ენდოკრინოლოგთან. სამწუხაროდ დიახ, ჩვენთან ეს რგოლი სასურველია, რომ ალბათ უფრო ინტენსიურად მუშაობდეს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ პედიატრთან ბავშვი მიყავთ უფრო როცა ავად არის, რაიმე მწვავე ვირუსული ინფექცია, განხვრელა, ან რაიმე ისეთი, რომ შესამოწმებლად, თორე აი ესე ჩეკაპზე განსაკუთრებით მოგვიანებით ასაკის ბავშვები, აი სკოლის ასაკის, გარდატეხის ასაკის ბავშვები იშვიათად დადიან. იმიტომ რომ ტემპერატურული რეაქციებიც ეს ხო, როდესაც ანუ ბავშვს მორჩებიან და სკოლა ხო ნაკლებად დავადობენ და შესაბამისად ექიმთან მიმართვიანობაც მცირდება ხოლმე ვიდრე ადრეულ ასაკში. ზუსტად ის ჩივილები, რაც ხშირად ენდოკრინოლოგისთვის არის მნიშვნელოვანი და ჩვენი პათოლოგიების უმეტესობა უფრო ამ ასაკში არის გავრცელებული და ხშირად იპარება ხოლმე და ზოგ რაღაცაზე გვიანი მომართვიანობა არის. კარგი, მოდი, ხო, გავყვეთ შენს მიერ ჩამოთვლილ თემებს, ძალიან საინტერესო თემები გვაქვს. ხო, ზრდის შეფერხება. ყველაზე ხშირი მიზეზი რა არის ზრდის შეფერხებისა, იმიტომ რომ კი, ზრდის შეფერხება ხო მართლა ძალიან არ არის კარგი რამ, მაგრამ ქართველები მაინც განსაკუთრებულად სენსიტიურები ვართ, ქართველი მშობლები ამ ზრდის შეფერხების მიმართ, იმიტომ რომ ყველას გვინდა რაღაც ფხარბიჭიანი, რაღაც 1.80 ზემოთ, ის რა ქვია, მამაკაცი, გოგოც ესეთივე მაღალი, ხო, აი რა მიზეზები გვაქვს
ამ ზრდის შეფერხებასთან დაკავშირებით? შენ ძალიან სწორად დასვი შეკითხვა, ისე როგორც ავენ ჩვენი პაციენტები. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ვიზუალურ ნაწილზე. ამახვილებენ, აი თანატოლებთან შედარებით უფრო პატარა არის, ბოლოში დგას კლასში, წინ ზის და ასე შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში ზრდა და მე ყოველთვის მიყვარს ამის გამეორება, ყველაზე კარგი ინდიკატორია, საუკეთესო ინდიკატორია ზოგადი ჯანმრთელობის. თუ ბავშვი არის ჯანმრთელი, ის რაღაცა გარკვეული ტემპით უნდა იზრდებოდეს და ამას უნდა ყველა მშობელი ხედავდეს. და ზოგადად ყველანაირი პედიატრიული ქრონიკული დაავადება, ყველანაირი სტრესი, თუ საკვებს არ იღებს საკმარისი რაოდენობით ან სწორად, მალნუტრიცია ეს თუ მუდმივი სტრესი, უძილობა, ყველაფერმა ამას შეიძლება იქონიოს ცუდი გავლენა ზრდაზე. გენეტიკაც გასათვალისწინებელია. ეხლა მე აქვე ჩანართს გავაკეთებ, მე მახსოვს ახლა ზრდასთან დაკავშირებით გამახსენდა, აი პირველიდან მეხუთე კლასამდე სკოლის ალბომები რო იყო ხო და ეხლა რო გადავავლებ ხოლმე თავს განსაკუთრებით ფიზკულტურის მასწავლებლს უყვარდა ზრდის მიხედვით ესე ჩამწკრობა და სულ ბოლოში ვიდექი. სულ ბოლოში ყველაზე დაბალი ვიყავი და ერთხელაც ერთი ზაფხული დადგა და სკოლაში მივედი და ბოლოდან სადღაც მეოთხე ადამიანამდე გადავინაცვლი, ანუ ბევრს გავუსწარი, ხო? ესეთი რაღაცეებიც ხდება ხოლმე. მაგრამ ის მახსოვს, რომ ხო, მქონდა რაღაცის კომპლექსი, რომ აი ამ ბოლოს წინ ავიდექი ფიზკულტურის გაკვეთილს. კი, ბიჭებს, მოზარდ ბიჭებს ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ და მეტნაკლებად სწორიც არის ალბათ. თუმცა ზუსტად რასაც აღწერ, ეს არის აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს კი ზოგადი ჯანმრთელობა, კარგი კვება, ის რომ არაფერი არ უნდა აწუხებდეს ბავშვს, გენეტიკაც, მაგრამ აი ზუსტად რაც ახსენე, ამაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარდატეხის ასაკი, ანუ სამედიცინო ტერმინი რო ვიხმაროთ, სქესობრივი მომწიფება. ვის როდის აქვს სქესობრივი მომწიფება? ზოგადად ევროპული სტანდარტით გოგონებს 8 წლამდე არ უნდა ქონდეთ მომწიფების ნიშნები და ბიჭებს 9 წლამდე. დაგვიანებულად ითვლება თუ გოგონა 13 წლის არის და მას არ დაწყებია და მეორადი სასქესო ნიშნები არ აქვს და ვაჟზე ითვლება თუ 14 წლის არის და მასაც არ აქვს მეორადი სასქესო ნიშნები. გოგონებში თანამედროვე ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ ეს ძალიან გაახალგაზრდა. განსაკუთრებით თუ გოგონებს ჭარბი წონა აქვს და არასწორად იკვებებიან, თითქოს ამ ასაკმა ნელ-ნელა გადმოიწია. ევროპული სტანდარტით მკერდის ზრდა გოგონას 10-11 წლამდე არ უნდა დაეწყოს. ვაჟ გარდატეხის ასაკი დაახლოებით 1 წლით გვიან ეწყება და აი ზუსტად სკოლაშიც ხო არის რაღაცა დაახლოებით მე-6, მე-7 კლასები, როცა გოგონები ბევრად მაღლები და დიდები არიან და თითქოს უკვე დიდ გოგონებს გვანენ და ბიჭები ჯერ კიდევ პატარები გამხდრები და ბავშვურები. ხო, აი ზუსტად ეს ასაკის ვის როდის ეწყება გარდატეხის ასაკი, ზუსტად ეს არის განმასხვავებელი ფაქტორი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ რაც გვიან მოხდება, მით უფრო სიმაღლის ზრდისთვის კარგი, ანუ ბავშვს მეტი დრო აქვს, რომ გაიზარდოს სიმაღლეში. გოგონებს მაგალითად უკვე როცა რეგულარული ციკლი აქვთ, 2 წელიწადში ზრდა დასრულებულია და ძალიან ხშირად არის მომართვიანობა ჩივილით, რომ 15-16 წლის არის და უმეტესობა მშობელს ჯერ კიდე ჯერა იმ საბჭოთა მითის, რომ 25 წლამდე ვიზრდებით. და ეს რა თქმა უნდა ასე არა. ტყუილია, სქესობრივი მომწიფება რო დასრულდება, როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში, ის უკვე რეპროდუქციისთვის რომ არის მზად და მისი ბიოლოგიური ასაკი უკვე ზრდასრული ქალის ან მამაკაცისა შეესაბამება და ჰორმონალური სტატუსი რეალურად სიმაღლეში ზრდა თითქმის დასრულებულია. რადგანაც სიმაღლე შევეხეთ, აქვე მინდა ერთი ცოტა შტერული შეკითხვა დაგისვა. შენ ხარ ის ექიმი, მაგალითად, რომ მოვიდეს შენთან ადამიანი და მას ეს პუბერტატი გაუხანგრძლივო, გვიან დაუყენო ეს პუბერტატი და შესაბამისად უფრო რომ გაიზარდოს. აი მაგალითად 5 სანტიმეტრი რომ აჩუქო მოზარდს. ჯანმრთელ ადამიანებში, ვინც სწორად იზრდება, თავის გენეტიკური პოტენციალის შესაბამისად ეს არ ჭირდება. თუმცა არის ძალიან სპეციფიური დაავადებები, როცა ეს საჭიროა. ძირითადად ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ჯანმრთელ ბავშვებზე. მაგრამ არის მთელი ძალიან დიდი ჯგუფი ბავშვების, რომელსაც აქვს რთული ქრონიკული დაავადებები, ან იშვიათი გენეტიკური ან თანდაყოლილი პათოლოგიები,
უნარშეზღუდულობები, რომელთა ზრდა და პუბერტატი კიდევ უფრო რთული პროცესია და ბევრად უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენთან კიდევ მეორე არასწორი მითია, რომ ბავშვს თუ ერთი რაიმე რთული ქრონიკული პათოლოგია აქვს, რაიმე თანდაყოლილი, დანარჩენი ჩივილები, რაც გაუჩნდება, თითქოს იმ ყუთში ექცევა, რაც აბსოლუტურად არასწორია. ამ ბავშვებს აქვთ საჭიროება, რომ ჩვენ მათი ჯანმრთელობისთვის, რომ მათი ჯანმრთელობა და საჭიროებები მაქსიმალურად მიუახლოვეთ ნორმას, ჩვენ ამის ძალიან დიდი ვალდებულება გვაქვს. როგორც ექიმებს და ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ. მე რა რომ თუ შეიძლება ბავშვს აქვს მძიმე ცერებრალური დამბლა და ის შეიძლება ფეხზე ვერ დადის და ეტლით სარგებლობს. მას პუბერტატი უნდა კონდეს ისე როგორც სწორია და როგორც ეკუთვნის. იმიტომ რომ ეს მარტო ვიზუალური მხარე და მარტო ემოციური ნაწილი არ არის. ძალიან სწორ რაღაცას ამბობ, ხო, რა თქმა უნდა, მაგალითად ახლა ეტლში მყოფი ბავშვი არ უნდა გასუქდეს ძალიან, ხო, თქვა, ხო, რომელიც თავის მხრივ ეს სიმსუქნე შემდგომ სხვა პრობლემებს გამოიწვევს. ამ პირიქით არ უნდა კახექსისკენ წავიდეს, რომელიც ასევე თავისთავად პრობლემებს წარმოშობს და ხო, აი პუბერტატი ნებისმიერ ადამიანს უნდა კონდეს ნორმალურად. ქალის და მამაკაცის სასქესო ჰორმონები მარტო ვიზუალური ნაწილისთვის და რეპროდუქციისთვის არ არის აუცილებელი. ისინი აუცილებელია ზოგადი ჯანმრთელობისთვის, გულსიძახთა სისტემისთვის, ძვლებისთვის, კუნთებისთვის. თუ არ ექნება, მაგალითად ბავშვები, ვინც ძალიან გამხდრები არიან და რაიმე რთული დაავადება აქვს, მაგალითად იგივე რაიმე ნევროლოგიური პათოლოგია, ვერ ჭამენ და მუდმივად წონის დეფიციტი აქვს, ისინი გვიანაც მწიფდებიან, ვერ მწიფდებიან და მიხმარება სჭირდებათ. იქ მარტო ის მომენტი არ არის, რომ მათ თანატოლებთან შედარებით მათაც უნდა იგოგონებს დაუშვათ, უნდათ რომ მათაც ბიუზღალტერია ეცვათ, ციკლი ქონდეთ, გოგოებივით გამოიყურებოდეთ, ბიჭებს უნდათ რომ შეიძლება წვერი ან ულვაში კონდეთ და ეს ძალიან სწორია, მათ ამისი უფლება აქვთ, ეს ფიზიოლოგიურად ეკუთვნით. ესეთი აქვთ მათ. დიახ, მაგრამ ამათ გარდა მათ ჯანმრთელობისთვის სჭირდებათ ეს. მათ რომ მთელი მეტაბოლიზმი არ მოეშალოთ, ძვალი რომ ჯანმრთელი კონდეთ, არ გამოეფუტოთ, კუნთები რომ ნორმალურად გაუმაგრდეთ, ეს ყველაფერი ძალიან აუცილებელია. ეს არ არის მარტო ის მშობლის ვიზუალური სურვილი, რომ ესე გამოიყურებოდეს, თუ ისე გამოიყურებოდეს ზოგადი ჯანმრთელობის თემა. დიახ, ეს არის ძალიან აუცილებელი კომპონენტები ზოგადი ჯანმრთელობის. ხო, აი ხა ერთი რემარკა მინდა გავაკეთო, აი მაგალითად ხო, თქვათ ადრეული მენარხე, ანუ პირველი მენსტრუაცია პირდაპირ კორელაციაში მოდის შემდგომში ძუძუს კიბოს განვითარებასთან, ანუ კვლევები ამასთან დაკავშირებული და შესაბამისად სქესობრივი მომწიფების თემები აუცილებლად უნდა იყოს ჩემი შეხედულებით, აი რასაც ყვები ახლა ენდოკრინოლოგთან დამენეჯმენტებული, ხო, ეს ადრე ამოსული წვერი იქნება, თქვათ 8 წლამდე გაზრდილი მკერდი გოგონებში თუ სხვა რაღაცა. აი ყველაზე პატარა ასაკის ბავშვი შენს კლინიკურ პრაქტიკაში რამხელა ყოლია ბიჭიც და გოგოც, რომლის ეს მომწიფება ძალიან თვალსაჩინო იყო მაგალითად. ყველაზე პატარა ბიჭი, ვისაც ძალიან ვინერვიულე, რომელსაც ჰქონდა ძალიან გამოხატული მომწიფების ნიშნები 7 წლის ასაკიდან. სპერმასაც გამოყოფდა ეს ბიჭი? არა, სპერმას არ გამოყოფდა, გათმიანება ჰქონდა ძალიან ჭარბი რაოდენობით, რაც ნამდვილად არ უნდა ქონოდა. აი დაახლოებით მარტივად რო ვთქვა, 7 წლის ბავშვს ჰქონდა 14-15 წლის ბიჭს რო უნდა ქონოდა ისეთი ტიპის გათმიანება და სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა ძალიან სერიოზული დიაგნოზი ავთვისებიანი სიმსივნე თავის ტვინში, რომელიც იწვევდა ზუსტად ამ ნაადრევი მომწიფების ნიშნებს და ეს ნიშნები თვეობით გამოეპარა მის მშობელს, იმიტომ რომ არ იცოდა, რომ ბოქვენზე ამდენი თმა 7 წლის ბავშვს არ უნდა ჰქონოდა. მას ამაზე არ უფიქრი, არ უსწავლები არავის, არ უნახია, იმიტომ რომ ეს საკითხები ალბათ უნდა მეტნაკლებად უფრო ისწავლებოდეს. ყველაზე პატარა გოგონა, რომელმაც მომართა 7 წლის უკვე რეგულარული ციკლით, მომართა მარტო იმიტომ, რომ ეს ციკლი ძალიან გაუხანგრძლივდა და იმდენი ხანი ქონდა გამონადენი, რომ ამისგან შეწუხდა მშობელი და ის საერთოდ ვერ მიხვდა ამ ბავშვისთვის, რას ნიშნავდა 7 წლის ასაკიდან რეგულარული მენსტრუალური ციკლი. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს, რომ ეს ძალიან მალე დაასრულებდა, მერე ნიშნავდა, რომ მას რაიმე რაღაც სერიოზული და რთული მიზეზი აქვს, რამაც ეს გამოიწვია და მესამე მომენტი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ არანაკლებ ემოციურად რთული და ეთიკური კუთხით
საყურადღებო, რომ ამ ბავშვ დრო უნდა კონდეს, რომ ბავშვი იყოს. თუ კი ის ადრე მწიფდება, მისი სხეული არის როგორც ადრევე დაბერდება კიდევაც. მოზრდილის მის სხეულს სულ სხვა საჭიროებები, მოთხოვნილებები, სულ სხვა მოსაზრებები აქვს და ამ ბავშვების გონება არის ბავშვები, მათ თოჯინები, თამაში, მულტფილმები, სულ სხვა რაღაცეები აინტერესებს. 9 წლის გოგონას, რომელსაც რეგულარული ციკლი აქვს, ეს მისთვის, მისი სოციალური, ემოციური სფეროსთვის კარგი ვერ იქნება და ამაზე ბევრი კვლევაა ევროპაში და ისინი თვლიან, რომ საბოლოო სიმაღლეზე მნიშვნელოვანი ზუსტად ეს მომენტია, რომ ბავშვებს დრო ჰქონდეთ, რომ იყვნენ ბავშვები. კარგი, მოდი რაღაცნაირად აი მანდრეულ პუბერტატს მიმოვიხილეთ. მე მინდა ფარისებრი ჯირკვალზე რომ გადავიდეთ. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ბავშვებში რამდენად ხშირია და რამდენად პირდაპირ დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის სწავლასთან, მაგალითად აი ათვისების უნართან, სწავლის უნართან. ჩემი კარიერის დასაწყისში მეგონა რომ ფარისებური ჯირკვალი იყო ყველაზე მოსაწყენი ჯირკვალი და ყველაზე მოსაწყენი დაავადებები შეიძლებოდა ქონოდა ფარისებურ ჯირკვალს, თუმცა დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, დავწმუნდი რომ ეს ასე არ არის. ენდოკრინოლოგი ყველას გონია ჩიყვის ექიმი. ხო. და ის მთელი დანარჩენი სპექტრი ბევრად უფრო რთული, იშვიათი დაავადებები არავის არ ახსენდება, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ხშირია ბავშვებშიც ფარისებრის პათოლოგიები და ხანდახან რო კითხულობ იმ საერთაშორისო მონაცემებს, გაიდლაინებს, რა სიხშირით რა როგორ უნდა გხდებოდეს, თითქოს ჩვენ უფრო მეტი გვაქვს და არ ემთხვევა ჩვენი მონაცემები. რა არის ამის მიზეზი? იოდის დეფიციტი? ამისი მიზეზი, სავარაუდოდ იოდის დეფიციტი უკვე აღარ არის, იმიტომ რომ ჩვენს მარილში უკვე იმდენი იოდია, რომ წესით იოდები თუ ბავშვი საჭმელს იღებს, სახლში მომზადებულ საჭმელს, რომელშიც იმ ჩვეულებრივ მოაფრქვევენ იოდიზირებულ მარილს და ქვეყანაში სხვა ტიპის მარილის გაყიდვა პრაქტიკულად არ ხდება და აკრძალულია, წესით არ უნდა გქონდეს იოდის დეფიციტი, მაგრამ ეს არის სავარაუდოდ დაბინძურებული გარემო, შესაძლებელია ჯერ კიდევ რადიაციული ეფექტი, თუნდაც ჩერნობილის შემდგომი, აი გაგიკვირდებათ განსაკუთრებით მომართვიანობა განსაკუთრებით აჭარის მხრიდან მაღალმთიანი ალბათ ხო? მაინც ძალიან მომატებული არის და ისეთ მცირე ასაკში სვანეთიდან სხვათა შორის ჩამოსულა უჭირთ, თორე თითქოს თვითონ იციან, რომ იოდეფიციტური რეგიონი იყვნენ და პირდაპირ მოდიან და გეუბნებიან, რომ აი ჩიყვი გამომიკვლიე ექიმო. თუმცა მე მგონი უბრალოდ აი ჩამოსულა შედარებით უჭირთ და მომართვენ შორს ვარ როგორც ჩანს. იქნებ ქუთაისში დადიან ექიმთან. არის ესეთი რაღაცა სლენგი, ესეთი ცუდი ტერმინი მოსახლეობაში დამკვიდრებული, მათ შორის გვაღიარებ მეც გამომიყენებია, რომ შემდგონი იოდის დეფიციტი გაქვს, რომ ადამიანის, რომელსაც თქვათ რაღაცას ვერ აგებინებ, თქვათ რაღაცას ისე ვერ აკეთებს, ან ვერ იგებს, ხო? ხო, აი იოდი და გონება. ბავშვის ანამნეზის აკრებაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის, როგორ სწავლობს, როგორ იმახსოვრებს. ძალიან სწორი შეკითხვა არის, იმიტომ რომ ხშირად შესაძლებელია სხვა უფრო ცნობილი სიმპტომები, რასაც იწვევს იოდის დეფიციტი თუ ჰიპოთირეოზი, არ იყოს ჯერ ასე თვალნათელი მშობლისთვის და ექიმისთვისაც, მაგრამ აი შესაძლებელია პირდაპირ გითხრას, იცით, კარგად სწავლობდა და ახლა ვეღარ იმახსოვრებს. აი ამ წუთში ახსოვს, მერე აღარ ახსოვს. უკვე ცუდი ნიშნები ყავს, სულ ეძინება, ვეღარ ართმევს სწავლას თავს. ეს სიმპტომები და ეს ჩივილები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ხშირ შემთხვევაში არის დაკავშირებული როგორც ფარისებურის დაავადებასთან, ისე სხვადასხვა სტრესთანაც სამწუხაროდ. სტრესში რას გულისხმობ? ალბათ ძნელია 21 საუკუნეში ბავშვისთვისაც ცხოვრება, მოზარდისთვისაც ცხოვრება, ჩვენთვისაც. ერთ-ერთი დიდი გამოწვევა არის ალბათ ეკრანთან გატარებული ძალიან დიდი დრო. ალბათ ისიც, რომ ძალიან ბევრი არაჯანსაღი სიტუაციები არის, თუნდაც ოჯახებში, სამწუხაროდ, როგორც ექიმები ხშირად ხედავთ, რომ ბავშვს ჩივილი აქვს. ჩივილი აქვს, რაც აშკარად მის სტრესთან და არა ბედნიერყოფასთან არის დაკავშირებული და მის წყარო შეიძლება იყოს
ოჯახში არეული სიტუაცია, სოციალური, ემოციური თუ სხვა პრობლემები, მაგრამ შენ ექიმს ამის მოგვარების ძალიან მცირე შანსი და რესურსი გაქვს. ეს ძალიან ეტყობათ. განსაკუთრებით მოზარდებს. აი, ცალკე გამოვყოფთი ემიგრანტი დედების ან მამების, ემიგრანტი მშობლების შვილებს. ეს არის ცალკე კატეგორია, ალბათ ყველაზე გულსატკენი. ბავშვები, რომლებსაც აიც აკლიათ. კი, თითქოს ძალიან ყურადღებიან ნათესავებთან ან ბებია-ბაბუასთან არიან დატოვებული, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ძალიან სერიოზული სიმპტომები ხშირად გაპარული არის. და მიმართვიანობაც ძალიან გვიანი არის და რატომღაც ისე არის აღქმული, თუ ბავშვი დატოვებულია, თუ არ შია და ცივა, ეს საკმარისია მათთვის და რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ხო, ნამდვილად ეს მასე არ არის. კარგი, გადავიდეთ სიმსუქნის თემაზე. აი სიმსუქნე, თქვი, მეორე დაასახელეს იყო სიმსუქნე, რის გამოც ხშირად მოგმართავენ ბავშვები. ზოგადად საქართველოში არის ასეთი პრაქტიკა, რომ ბებიებს, ბაბუებს ყოველთვის უყვარდათ ესეთი პუტყუნა ბავშვები, ხო, რაღაცნაირად ესე ლოყაზე რო ჭკმიტა, ხო, საშინელებაა ისე ეს, რომ ვიღაცას რო უკეთებ, ნუ ჩემთვის ძალიან მიუღებელია, მაგრამ ოკეი, უყვართ, აი, რამდენად პრობლემურია ბავშვებში სიმსუქნე დღეს? ძალიან პრობლემურია. ძალიან მთელს მსოფლიოში, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებით პრობლემურია და ამასაც ძალიან ბევრი ფაქტორი აქვს. ის რომ მშობელს არ ცალია, ის რომ ძალიან დიდ დროს ატარებენ ეკრანთან, ის რომ ზუსტად ჯერ კიდევ ამ კულტურის ნაწილი ვართ, რომ იმ მშობელი მოდის გეუბნება, მე არ ვაჭმევ, მაგრამ აი ჩემი დედამთილი ამბობს ბავშვია, როგორ შეიძლება კამფეტი არ მივცე, როგორ შეიძლება ხაჭაპური არ გამოუცხო და მაინც აღქმულია ჩვენს რეალობაში, რომ პუტკუნა ბავშვი ჯამთელი ბავშვი არის და რამე ისეთ სერიოზული ვერ ექნება. თუმცა სიმსუქნე ძალიან სერიოზული და რთული დაავადებაა. ძალიან ბევრი გართულება აქვს და ძალიან ხშირად ამ სუქან ბავშვებს ის რა აუცილებელი ნუტრიენტებიც უნდა ქონდეთ და იღებდნენ, რაც მათი გაზრდისთვის, განვითარებისთვის აუცილებელია, უმეტესობა არ იღებს. უმეტესობა მიირთმევს სრულიად შეუსაბამო ნახშირწყლებით და ტრანსცხიმებით მდიდარ საკვებს და მათ უამრავი რამის დეფიციტი შეიძლება ქონდეთ, ვიტამინების, მინერალების და რკინის თუ ასე შემდეგ, რაც არც გონებრივი განვითარებისთვის რა თქმა უნდა მისაღები არ არის. თუმცა გეთანხმები, რამოდენიმე ბებოს გაულანძღება, რომ როგორო ვარდივით ბავშვი მყავს, რაც უნდა ექიმი და დიეტაო. და ეს ნამდვილად ჯერ კიდევ ხდება 21 საუკუნეში. იცი რა არის 21 საუკუნეში კი არა და ალბათ ძალიან ბევრ ოჯახში ხა ვინც გვისმენს ხდება რომ ბავშვს რომ დასდევენ, ხო იცი, კოლზით ბებია, ბაბუა, ბიძია, რა ვიცი, ვინც ხუციცით ქალები რომ ეს ჩუქუ მატარებელი პირი გააღე მოვიდა მამიდას ხათრით, ბებიის ხათრით, ესეთი კვებაც ახლა ჩემი აზრით ჯერ კიდევ არ გარე გადასული მოდიდან და ძალიან ბევრი ოჯახი ასე იქცევა, რაც ასევე საშინელებაა. ევროპაში კვლევა არის საკმაოდ დიდი, რომ ძალით კვება ადრეულ ასაკში არის ასევე სიმსუქნის რისკ ფაქტორი. იმიტომ რომ ადამიანი მიჩვეული ბავშვი ძალიან ადრეული ასაკიდან ეჩვევა როცა არ უნდა მაშინაც ვიღაცა აძალებს რომ უნდა ჭამოს და ეს ჩვევის დონეზე უყალიბდება. სტრესია ჯერ იმ ბავშვისთვის, ხო, კატასტროფაა, რომ ჯერ იყო რომ რაღაცა მოდაში, რომ რაღაც წვნიანი უნდა გეჭამა და ის ვითომ რომ იმ წვნიან სუპს თუ შეჭამ, რაღაც იმ სუფიდან იღებ რაღაცას. ჩვეულები წყალი დალიე და მიაყოლე ბოსნეული იგივე, ხო? ჯობია ცოცხალი. ცოცხალი, ვიდრე იმ მოხარშულ სუფში არაფერი არ ხდება, ისეთი საინტერესო. ხო და ესეც არის. აი კარაქი კიდე კარაქიან პურზე თაფლი ზემოდან და ნუ არანორმირებულად რო ტენიან, აიმაკი არაჟანი საშინელებაა ეს და ნუ დაძალებით ბავშვის გამოყვება ასევე ძალიან ცუდი. თუმცა ასევე ფიზიკური აქტივობაც ძალიან რთულად არის ჩვენთან, აი ძალიან ბევრ ოჯახს არ აქვს იმისი საშუალება რომ ატაროს ორგანიზებულ სპორტში, განსაკუთრებით გულგეტკინება თუ სოფლიდან ან რეგიონიდან არიან და უბრალოდ ფიზიკურად არაფერი არ აქვს. მაგის გარდა უყურე მე კი, ეგეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ჩემი შეხედულებით გაჯეტებმაც თავის იქნა, ხო? იმიტომ რომ ამ ბავშვებს აი მაგალითად ჩვენ ბავშვობაში იყო რაღაცა გოგოები ალბათ ჩვენს გითამაშია რეზინობანა, ხო? კლასობანა. ხო, კლასობანა, შვიდქვა,
სტოპიატი რაღაცა თამაშები იყო. ეხლა ამ ბავშვებს რო გავხვიდე ქუჩაში და კითხო რა არის, მაგალითად ის რა ქვია, ხო? მინუს პიატი თუ რაღაც თამაში, რასაც ბოდიში ამ რუსული ტერმინისთვის ესე ერქვა, ხო? არ იციან, ხო? ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ აი ახალია ეს გოგოები არც რეზინობანა იციან, არც შვითქვა იციან, არც პარალობანა იციან. ისინი არიან გაჯეტებში და ამანაც განაპირობა ეს ყველაფერი ჩემი აზრით, რომ აი მიჯაჭულობამ გაჯეტებთან. მეთანხმები? როცა გაუკეთებ ანალიზებს ხოლმე 10, 11, 12 წლის ბავშვს ზოგჯერ ისეთი მონაცემები აქვს, რომ გონია რომ 50-60 წლის კარგი მსმელი ღიპიანი ლიპიდურ სპექტრს გულისხმობ ალბათ და ღვიძლის და გაცხიმოვნებას, ინსულინს, გლუკოზას. აი უკვე ისეთი ცვლილებებია, რომ აი შოქშიც ვარდები, რომ აი ეს ბავშვი არ უნდა ხედავდე. ადრე იყო ეგა? არა, 10-15 წლის წინ რო გეთქვა ექიმისთვის, რომ მეორე ტიპის დიაბეტი შეიძლება გქონდეს ბავშვს, ну ეს რაღაცა ანეკდოტური თემა იქნებოდა და კაზუისტიკა და ახლა უკვე წამლებიც არის და უკვე 12 წლიდან FDA approval-ი აქვს ზუსტად იმ პრეპარატებს, რომელიც დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება, თუნდაც იმ საინექციო პრეპარატებს. მუნჯარო ოზემპიქს დაგინიშნია 12 წლის ბავშვში საჭიროების სამეფ. 12 წლის ბავშვში არა, მაგრამ შესაბამისი ლირაგლუტიდი ან სემაგლუტიდი დამინიშნია მოზარდ ბავშვში. თათვა 14-15 წლიდან. ხო, ну ძალიან მძიმე შემთხვევა. თუ აქვს სიმსუქნე და პლუს გართულება, გეუბნება უკვე არსებული მტკიცებულება, რომ ეს იმდენად უშავებს მის ჯანმრთელობას, რომ ის თეორიული პოტენციური ეფექტი, რაც შეიძლება ქონდეს ამ ახალ საინექციო პრეპარატებს, ის ამას ბევრად გადაწონის. და პირველ რიგში ექიმისთვის, ბავშვების ექიმისთვის, ჩემთვის ეს არის შოკის მომგლე. პირველად როცა მე ეს გაიდლაინს აქვთ, ეს ინფორმაცია რომ ამოვიკითხე, ძალიან მიუღებელი იყო, ძალიან ძნელად მოვიდა ეს გაცნობიერება, რომ უკვე ამ ეპოქაში ვცხოვრობ, ეს რეალობა გვაქვს. ხო, დრო მოიტანა. გამწუხარდა. ნინო, აი რო ეუბნები ხა შენ ახსენე წეგან რომ ბებიებს გაულანძღივარ რომ ვარდივი ჩვილი მყავს და რა ჭირს ჩემ შულს სადიეტო. აი დიეტას როგორ კომუნიკაციას ახდენ, როგორ იცავენ ბავშვები დიეტას შენი კლინიკური პრაქტიკიდან. ხა ბავშვი ამას ვერ შეძლებს მარტო დამოუკიდებლად. აქ ოჯახის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და რამდენად სრულდება ხოლმე ეს დიეტები. სამწუხაროდ ასევე რო ვთქვათ სამედიცინო ფაქტები, თუ ბავშვი არის მსუქანი, გარდატეხის ასაკამდე, ნუ თინეიჯერობამდე თუ ყავს ჭარბწონიანი მსუქანი ბავშვი, 50%-იანი შანსია, რომ ის მოზრდილიც იყოს მსუქანი. თუ უკვე თინეიჯერობის ასაკშიც მიყვება ეს ჭარბიწონა და სიმსუქნე, უკვე 80% შანსია, რომ ის დარჩეს ჭარბწონიანი და მსუქანი. ეს არის ერთ-ერთი დაავადება, რომლის მორჩენაც არის საკმაოდ ძნელი, იმიტომ რომ ექიმის როლი არის საკმაოდ მცირე ოჯახის, გარემოს, სიტუაციასთან შედარებით. კი, უნდა მაქსიმალურად აუხსნა, დაუხატო და ალბათ სიტყვა დიეტაც მთლად სწორი არ არის. სწორი ყובה, მაგრამ მაინც დიეტა აკაჩერთვის, სწორი ყובაც დიეტა. არა, ცხოვრების წესის შეცვლა, იმიტომ რომ კი, აი ძალიან ხანდახან ესაუბრები აუხსნი და ბოლოს შეკითხვა ეს რამდენი ხანი. რამდენი ხანი ეს აღარ არის სწორი შეკითხვა. თუ არ არსებობს ადამიანმა ჭამოს რაც უნდა, არ იმოძრაოს, არ იცხოვროს ჯანსაღად და ეს არ მოაიკითხოს. რაც არ უნდა გენეტიკა ზოგს კარგი ქონდეს, ზოგს ცუდი, უკვე ჩვენ იმდენად დაბინძურებულ გარემოში ვცხოვრობთ, იმდენად არაჯანსაღად ვიკვებებით და ვცხოვრობთ, არ არსებობს, რომ თუნდაც არაჭარბწონიან ადამიანს არ მოეკითხოს თუ კი ის ცოტათი მაინც თავის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს და ბავშვებს ყველაზე ადრე და ყველაზე ცუდად მოეკითხებათ. უკვე ხდება 10-12 წლის ბავშვები კიბეზე ვერ ადიან. ქოშინებენ პატარა რესპირატორულ ინფექციაზე უკვე შეიძლება გავს მიდის მაგთან ეს ინფექციები. ორთოპედთან მიდან ფეხებით კი ვერ დადისო. და ეცვლებათ სიარულის მანერა, მუხლები, ნებისმიერი ადამიანისთვის 15-20 კილო ან მეტი
ტომარა რო ავწიოთ და ვიაროთ, რამდენად ბედნიერები ვიქნებით და იმათი გულსიძახთა სისტემა თუ ძვალსახსროვანი სისტემა ამისთვის ხო არ არის მზად და ამაზე გათვლილი. აი ეს შეკითხვა მინდა დაგისვა, ხო? მან წონა პრობლემაა და ძალიან ბევრ ბავშვს მოზარდ შეიძლება წონა ძალიანაც აკომპლექსებდეს, ხო? შენს კლინიკურ პრაქტიკაში თუ გქონია ისეთი შემთხვევა, რომ მოზარდს აი ამ მძიმე ფსიქოემოციური ფონის გამო სრულებით უარია თქვას კვებაზე და ძალიან მძიმე დაზიანებამდე მისული იყოს. მე ერთი შემთხვევა ვიცი, რომ ესეთი ბავშვი ერთი დაიღუპა კიდეც. სამწუხაროდ მეორე უკიდურესობა, რომელიც ძალიან გახშირდა ასევე COVID-ის პანდემიის შემდეგ, არის კვებითი დარღვევები, ანორექსია, ბულიმია და ეს მართლაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობებია, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო მალე და ცუდად გართულდეს, ვიდრე ის ქრონიკული ნელ-ნელა განვითარებული პრობლემები, რაც სიმსუქნას ახლავს. ესეც არის ალბათ ის კატეგორია პაციენტების, რომელზეც ყველაზე მეტად შემტკივა გული, ყველაზე ძალიან მედარდება და ძალიან რთული სამართავია. მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ და თან ეს არ არის პრობლემა, რომელიც ძალიან მალე გადაწყდება. ერთ-ერთი თავარი, რასაც უყურებ ასევე არის, რომ მშობლები ძალიან გვიან იჯერებენ სინამდვილეში რა მოხდა. ან რა ვერაცნობიერებენ. აი ახლახანს იყო ქალბატონი, ბავშვს ორჯერ წავიდა გული. და მოიყვანა ჩიყვიხვარა აქ ექიმო. რა თქმა უნდა, მან ჩათვალა ყველაზე მარტივი მისთვის და სასურველი დიაგნოზი იყო, რომ იქნებ ჩიყვი ქონოდა, ანუ ჰიპოთირეოზი ქონოდა. და ძალიან კარგი ჩაკითხვით აღმოჩნდა, რომ ბავშვს პრაქტიკულად მთელი კვირის მანძილზე მხოლოდ ერთი პატარა იოგურტი და მანდარინი ქონდა ნაჭამი და თითქმის მთელი კლასის გოგონები აღმოჩნდა, რომ შიმშილობდნენ, იმიტომ რომ ერთ-ერთმა კლასელმა ბიჭმა ერთ-ერთ გოგონას უთხრა, რომ ძროხა ხარო და დანარჩენს არ მოუნდა, რომ ისინიც ამ მსგავსი ეპითეტებით შეემკო და თითქმის მთელი კლასი შიმშილობდა. ოღონდ მშობლების რეაქცია იყო ამაზე ძალიან საინტერესო. იმათ ამის დანახვა არ უნდათ, იმათ უნდათ რაღაცა მარტივი სხვა დაავადების პოვნა და იმის გაცნობიერება, რომ უკვე იდნენ ანორექსიის ზღვარზე, რომელსაც ჭირდებოდა ფსიქიატრის მკურნალობა, ფსიქოთერაპია, ხანგრძლივი მართვა. ერთ კვირაში შეიძლება ანორექსია ჩამოყალიბდეს. ერთ კვირაში არ იყო, სადღაც იყო რამოდენიმე თვის მანძილზე, მაგრამ ჩვენს კლინიკაში სამწუხაროდ ძალიან მოგვემატა და ბევრი რთული პაციენტი ყავს. ანორექსიანი პაციენტები ყავს ბევრი. შეყოლია 11 წლის გოგონა, რომელსაც იმდენი ხნის ანორექსია ჰქონდა, რომ ბარძაყის ყელი მოტყდა, დიდი ხნის შიმშილისგან ისეთი განლეული ჰქონდა ძვლები. და ამათი დანახვა და იმის გაცნობიერება, რამდენად რთული არის მათი დიაგნოზი, რა ძნელი სამართავია, რამდენი ხანი უნდა ბრძოლა და ხშირ შემთხვევაში შობელს უჭირს ამის გაგება. რა არის ანორექსიის მიზეზები? აი, ერთი თქვი რომ რაღაცა ფსიქოლოგიური კომპონენტი, როდესაც მაგალითად თანაკლასელმა მეორე გოგოს დაუძახა ძროხა და იშიმშილა და აი მივიდა ანორექსიის ბრამდე, მაგრამ არის ისეთი მომენტებიც, რომ მაგალითად ოჯახებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ ბავშვები სრულფასოვნად გამოყვებონ და ესეც შეიძლება გახდეს ამ ანორექსიის მიზეზი. ანორექსია და კვებითი დარღვევა, ბულიმია სულთა ფსიქიატრიული დიაგნოზებია, თუმცა ჭირდება ერთიანი მართვა, იმიტომ რომ მე მათ მთლიანად ეშლებათ ენდოკრინული სისტემა და ფაქტობრივად ორგანიზმი მხოლოდ არსებობს და არ აკეთებს არავითარ ენერგიას ინახავს, რომ ისუნთქოს და იარსებოს და ჰორმონების გასაკეთებლად არავითარი რესურსი არ რჩება და ხშირად მოდიან, იმიტომ რომ აი რატომ ციკლი არ აქვს და ციკლი ქონდა და შეუწყდა და ის უნდა რომ ქონდეს, აი როგორც თანატოლებს აქვს, მაგრამ წონაში მომატება არ უნდათ. რაც შეეხება თვითონ კატეგორია, ხშირ შემთხვევაში ეს არიან ძალიან კარგი, ძალიან მაღალი ინტელექტის და ჭკვიანი გოგონები, რომლებიც დიდი ხანი ახერხებენ, რომ თუნდაც მშობელი ან ექიმები მოატყუონ და გიყვება, რომ ტყივა კუჭი, რომ არ შეუძლია, რომ ცუდად ხდება, რომ აღებიებს და ეს გრძელდება ძალიან დიდი ხნის მანძილზე და ძალიან ძნელია მათ ფსიქიკასთან მორევა, ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები ჭირდება, ხშირად
მედიკამენტოზური ჩარევაც და ზოგჯერ ენდოკრინული მხარდაჭერაც. დაგიმარცხებია ანორექსიიდან გამოგიყვანია ადამიანი? ეს მარტო ჩემი გასაკეთებელი არ, მე ყოფილი ვარ ჯგუფის წევრი, ვისაც დადებითი შედეგები როგორია ასეთ დროს რამდენი კილო და რამდენი კილოს ადიხართ? როცა მისი სხეულის მასის ინდექსი უკვე ნორმაშია და როცა მას უკვე ციკლი აღუდგება და ჰორმონალური ბალანსი ნორმაში მოდის. რისკი არის ისევ რომ ისევ კი, სამწუხაროდ ხშირი რეციდივის შესაძლებელია. თუ რაღაცა სტრესი შეხვდება ცხოვრებაში, არ იქნება ბედნიერი, აი რაიმე მოუვა, შეიძლება ისევ დაუბრუნდეს ამ მდგომარეობას კი, სამწუხაროდ. რაც შეეხება ოჯახები, ვისაც საშუალება არ აქვს, აქ უკვე სულ სხვანაირ სურათს ხედავ, სხვანაირ დეფიციტებს ხედავ ანალიზებში თუ გასინჯვით თუ მონაცემებით. თუმცა ზუსტად ეგ არის, რომ მარტო ერთმა ექიმმა ეს თავის თავზე არ უნდა აიღოს და ეს უნდა იყოს პედიატრის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ენდოკრინოლოგის და სხვადასხვა სპეციალისტის ერთად შესაფასებელი მდგომარეობა. კეთილი, აი მეორე ტიპის დიაბეტზე ვისაუბრეთ და ზოგადად დიაბეტზე მინდა რომ შევაჩერო ჩვენი ყურადღება ახლა როგორც პირველი ტიპის ტიპი 1 დიაბეტზე, ტიპი 2 დიაბეტზე. აი ბავშვებში შენთვის რამდენად რთულია როგორც ექიმისთვის რომ მშობელთან გიწევს პირობითად კომუნიკაცია რომ ამ ბავშვს ცხოვრების განმავლობაში დაჭირდება ინსულინის ინექციები. აი რამდენად თუ კომუნიკაცია ხოლმე ეს შენთვის როგორც ექიმისთვის მშობელთან და როგორია მიმღებლობა ამის? როცა ახალი დიაბეტის დიაგნოზის დასმა მიწევს, ის დღე, ის კვირა ძალიან მიჭირს ადამიანურად, იმიტომ რომ ყოველთვის აი ამის თქმა, მერე იმათი რეაქციის აღქმა, ამ კითხვებზე პასუხების გასვა ჩემთვის გაცემა, ჩემთვისაც არის ძალიან მტკივნეული, თუმცა მეორე მხრივ, მე როგორც ექიმს, ბევრად უფრო რთული დიაგნოზებით მყავს პაციენტები. პირველი ტიპის დიაბეტი 21 საუკუნეში ითვლება განსხვავებული ცხოვრების წესად. და თუ კი პაციენტს ყავს ძალიან ყოჩაღი მშობლები, საზრიანი, თუ კი ისინი ყველაფერს სწორად გაიკეთებენ და გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ეს არის უბრალოდ ოდნავ შეზღუდული და განსხვავებული ცხოვრების წესი და ყველა პაციენტს ვეუბნები ამას, რომ მართლაც ერთადერთი შეზღუდვა ამ წუთში დედამიწაზე რაც არსებობს, რომ კოსმონავტები ვერ გამოვლენ, ან პროფესიონალი კოსმონავტობაში ხელი შეეშლებათ. სხვა თუ ისინი ყველაფერს ისწავლიან მათი დაავადების შესახებ, რაც აუცილებელია, თუ ამას სწორად მართავენ, გამოიყენებენ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორიც არის ინსულინის ტუმბო, რომელიც ფაქტობრივად არის ხელოვნური პანკრეასი. მათ ყველაფერი კარგად ექნებათ. ჩვეულებრივი ბედნიერი ცხოვრება ექნებათ, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი მშობელი ამას არ აცნობიერებს, რომ დღეს თუ არა გაქვს შაქარი ნორმაში, სისხლში, არც ხვალ არა გაქვს, არც ეგ უკვე ამ წუთში ვითარდება შეუქცევადი სიმპტომები და უმეტესობა მაინც ზის და ელოდება, რომ აი დღეს თუ არა ხვალ ახლა იქნება უკვე რაღაცა ჯადოსნური წამალი, რომელიც განკურნავს ყველა დიაბეტით დაავადებულ ბავშვს. ამას ასე ყველა ელოდება წლები და ამ წლების მანძილზე ზოგ ბავშვს ჯანმრთელობა უზიანდება. ბავშვს თუ სწორად ნამართია, არავითარი ისე რამე ტრაილერი მიდის ახლა, რასაც უყურებ, რომ შეიძლება მე 3 კლინიკური ფაზა დაასრულოს. ძალიან ბევრი მიდის, მაგრამ ასე ვარდება ხოლმე, არაფერი არ არის. და ის მონაცემები სხვათა შორის რამოდენიმე წლის წინ რომ ეს შვედეთი, რომელიც საუკეთესოა დიაბეტის მართვაში და არა აქვს არაჩვეულებრივ ყველაფრის რეესტრი, მათ თქოს და ამისი თქმა ძალიან მიჭირს. მე როგორც ექიმს საშინლად მიჭირს, რომ თუ ბავშვი არის გოგონა და 10 წლამდე დაუდგინდა პირველი ტიპის დიაბეტი, თურმე მისი ცხოვრება 18 წლით მოკლდება საშუალოდ. თუ არის ბიჭი 14 წლით. აი ეს როგორი სათქმელი ნასახსნელია მშობლისთვის. არ უნდა უთხრა ჩემი აზრით. ალბათ არ უნდა უთხრა, მაგრამ უმეტესობა მშობელი თუ ეგუება იმას, რომ არც დღეს არა აქვს კარგად, არც ხვალ არა აქვს შაქარი და რაღაცა ის უმაღლებით დადის და არა უშავს ოდესმე განკურნება მოვა, ის დღეები, ის თვეები, ის წლები მათ შვილებს შეუქცევადი ცვლილებები, რომელიც თქვა თვალს ეხება,
ხედველობას შეეხება თირკმელი, ხო, და ხშირ შემთხვევაში ნერვების ისწრაფვები, კარდიოვასკულარული რისკები იზრდება, ინსულტის რისკი იზრდება და თირკმლის გადანერგვის კანდიდატები არიან, შეიძლება კიდურებიც კი დაკარგონ, თქვა დიაბეტური ტერფის გამო და არა მართული. არავითარ შემთხვევაში ბავშვთა ასაკში არ უნდა მოხდეს. ოღონდ ალბათ ყველა პედიატრი დამეთანხმება, რომ თუ კი ბავშვს რაიმე ქრონიკული, სერიოზული დაავადება აქვს, იქ 80% ბავშვის ჯანმრთელობის გადამწყვეტი ფაქტორი არის კარგად ინფორმირებული და ყოჩაღი მშობელი. ზოგი იმდენად კარგად მართავს და იმდენად კარგად იცის თავის შვილის დიაბეტი, ჩვენზე ექიმებზე უკვე და ეს ასეც უნდა იყოს. ყველა დედამ თავისი შვილის მდგომარეობა ექიმზე უკეთ უნდა იცოდეს. კეთილი, ხო, სხვათა შორის ისე, ხო, დიაბეტზე ძალიან ბევრი ფილმიც არის, ხო, ანუ სადღაც რომ მიდიან ბავშვს რომ ინსულინი ავიწყდება და მთელი დრამა ინსულინის ინექციების გამო, მთელი დრამებია ხოლმე საფილმო სცენარებში. ბარბიც გამოუშვეს და მულტფილმებში უკვე არიან ბავშვების ეს დიაბეტი აქვს და ვისაც სენსორები ან ტუმბოები უყენიათ და როდის გამოახდინონ ინექცია ამ ინსულინის ნებს. კეთილი, მოკლედ დიაბეტზეც ვისაუბრეთ და ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხარ. მაგრამ ეხლა მინდა რომ გადავიდეთ საკითხზე, რომელიც ვფიქრობ ასევე ძალიან საინტერესოა. შენ უშუალოდ გეხება ალბათ ჰორმონალურ დარღვევებზე ვისაუბრებთ, ხომ ჰორმონებზე ვისაუბრეთ და ვისაუბრეთ ზრდის შეფერხებებზე და ასე შემდეგ. სქესთან დაკავშირებული პრობლემები მინდა განვიხილო შენთან, მოდიან თუ არა შენთან ბავშვები, მოზარდები, რომლებიც თავიანთი სქესის იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ. ხა უყურეთ ევროპაში ხომ მარტო ესეთი სხვადასხვა სქესი არსებობს, ანუ ზოგი კაცად გოგომ შეიძლება კაცად მიიკუთვნოს თავი, ბიჭმა შეიძლება ქალად მიიკუთვნოს და შეიძლება არც კაცად და არც ქალად და დეი რაც არის და უკვე წერილსაც ვეღარ წერობ ხომ ასეთი ევროპაში ისე ქალბატონებო და ბატონებო ძალიან ცუდ ტონად შეიძლება ჩაგითვალონ რომ ასე დაიწყო წერილი რაღაც კომპანიაში მისაწევთ, იმიტომ რომ იქ სხვადასხვა სქესის იდენტიფიცირებას ახდენენ ბავშვები. საქართველოში რა მდგომარეობა, ბავშვები კი რა ადამიანები და საქართველოში რა მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. ეს საკითხი, სქესის საკითხი რაოდენობა გასაკვირიც არ უნდა იყოს, დიდწილად შემოდის ბავშვთა ენდოკრინოლოგიაში და ძალიან ბევრი გახმაურებული შემთხვევები იყო, თუნდაც ოლიმპიურ ჩემპიონებზე, როცა მათი სქესი გახდა დასადგენი და ამ ბოლო წლებშიც ცნობილი მოცურავია, ხო? დიახ, და კიდევ მორბენალი, რომელმაც 7 ოლიმპიური медаლი აიღო და ახლაც მიმდინარეობს იმისი უნდა დაკასულიყო თუ არა ქალების კატეგორიაში მამაკაცის სტატუსში ყოფილი ადამიანი. სხვათაშორის პირველი რაც გამიკვირდა, რომ ხშირად არიან ბავშვთა ენდოკრინოლოგები, იმიტომ რომ ეს თემა ყველაზე კომპლექსური და ყველაზე დიდი ნაწილი ჩვენს კომპეტენციაში შემოდის. სინამდვილეში ამბავი იწყება დაბადებიდან. და არის შემთხვევები, როცა ბავშვი იბადება და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვერ ვახდენთ ზუსტად თქმას, რომ ეს არის ბიჭი თუ გოგონა. ხშირ შემთხვევაში დაბადებისთანავე გვიწევს ამის გარკვევა ანატომიური მდგომარეობის გამო და ძალიან ბევრი რთული კომპლექსური მდგომარეობები. ოპერაციას ჩაატარებ და შესაბამისად ასეც არა, ჯერ უნდა დაადგინოს სინამდვილეში რომელი სქესის წარმომადგენელი. და სქესი ძალიან კომპლექსური მომენტია. იქ გენეტიკური, რა ქრომოსომა აქვს, მე რა გონადი აქვს აკვარცხე თუ სათესლე აქვს თუ არა საშვილოს და ხდება ხოლმე რომ ორივე აქვს რა ჰორმონები აქვს მე ეს ჰორმონები როგორ მუშაობს ძალიან ბევრი კომპლექსური თუ ორივეა და რა შვებით როგორ ესეც არის ძალიან კომპლექსური ელოდებით ზრდას უფრო ეთიკურად სწორია რომ დაელოდო ზრდას კონკრეტული დიაგნოზიდან გამომდინარე იღებ გადაწყვეტილებას. თუმცა ამ გადაწყვეტილებაში ძალიან დიდი გუნდი მონაწილეობს, კულტურალური, ეთიკური და ბევრი სხვადასხვა ასპექტები და ჩვენს კლინიკაში გვაქვს ჩვენ ამის პრაქტიკა, რომ ეთიკური კომისიის შეკრებები ჩვენ დაგვჭირვებია პაციენტის სქესთან დაკავშირებით, თავისი ოქმებით და მთელი ამბებით. და ეს მაშინ კონკრეტული დიაგნოზი უნდა დაისვას და ძალიან დეტალური და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს მთელმა ექიმების გუნდმა და ეს ერთი ადამიანის გემოვნებას და მოსაზრებაზე ვერაფრით ვერ იქნება. რაც შეეხება მოგვიანებით მომართვიანობას, ნამდვილად გაიზარდა მომართვიანობა, როცა ან მშობელს მოყავს ბავშვი, ან მოზარდი და გეუბნება რომ არ მოსწონს მისის ქცევა და რომ არის უფრო საპირისპირო სქესის რაღაცებით ინტერესდება, ან თვითონ ბავშვები მოდიან და გეუბნებიან რომ
არ არის დარწმუნებული, რომ სწორ სხეულში ცხოვრობს. ყველა შემთხვევაში ეს მოითხოვს ძალიან ნას ეთიკურ მიდგომას, იმიტომ რომ ესეთი ტიპის მოზარდებს ასევე აქვს სუიციდის ძალიან მაღალი რისკი, იმიტომ რომ ხო, ბუნებრივიც არის, ძალიან მარტივი ჭეშმარიტებები ხო არის თეთრი, შავი, კარგი, ცუდი და ადამიანმა ეს ძალიან მარტივი რამე თუ არ იცის თავის შესახებ, ალბათ მას ხო ძალიან უჭირს ცხოვრება, რომ გოგოა თუ ბიჭი. ამასაც ფსიქოლოგიურად ძალიან ბევრი სხვადასხვა საფუძველი შეიძლება კონდეს, თუმცა ძალიან იშვიათად არის ეს რაღაცა გაუკუღმართებული გემოვნების ან ვიღაცის ბრალი. ანუ თვითონ ამ პაციენტის, ამ ინდივიდის ბრალი და გემოვნება, გაუკუღმართების ნაწილი არ არის. ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, MRT გადაიღეს ძალიან მაღალი ხარისხის ადამიანების, რომლებიც თავს საპირისპირო სქესის ადამიანებად თვლიდნენ და ვისიც ახდენდნენ იდენტიფიცირებას, მათი თავის ტვინი იმ ანატომიურ სტრუქტურას შეესაბამებოდა. ანუ არის რაღაცა ბიოქიმიური, ენდოკრინოლოგიური, ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული ასპექტები, რომელიც ძალიან ასე მარტივი გადასაჭრელი არ არის. თითოეულ პაციენტს სხვადასხვა ინდივიდუალური მიდგომა აქვს. მე მყავდა პაციენტი, რომელსაც დედის კაბებს იცმევდა ბიჭი და დედის ფეხსაც მელებს და მაკიაჟს იკეთებდა და ძალიან დეტალური კვლევით მე რა თქმა უნდა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და ყველა ჩაერთო, აღმოჩნდა რომ მამა ოჯახში იყო მოძალადე. ბავშვობიდან იყო ავი, ცუდად ექცეოდა ყველა ოჯახის წევრს და ბავშვს უბრალოდ არ უნდოდა თავის იდენტიფიცირება, თავარი როლ მოდელი ხო მამა ამ შემთხვევაში, რომ მამისნაირი არ უნდოდა ყოფილიყო და ამიტომ გადაიხარა დედისკენ, თორემ მას ჭეშმარიტი რაღაცა თითქოს სქესის დარღვევა არ უნდა ჰქონოდა. და მას ძალიან ინტენსიური, რა თქმა უნდა, ფსიქოთერაპია და ჩარევა დაჭირდა. ამიტომ ეს ძალიან სიღრმისეულ კვლევას უმეტესობა პაციენტი და ძალიან ხშირად იყო მომართვიანება, როცა სუიციდის სცადა ბავშვმა და მხოლოდ მერე გააცნობიერა მშობელმა მდგომარეობის სირთულა და მაშინ დაიწყო ექიმებთან სიარული და რა თქმა უნდა ყველას იმის იმედი აქვს, რომ რაღაც ჰორმონალურ დარღვევას უპოვით და მოარჩენდა ეს საკითხი რაღაცა უცებ და ადვილად მოგვარდა. ან ეკლესიაში გაუშვებ და ილოცებს და დაბრუნდება ისიც. კი, ყველას გემოვნების საკითხია, თუმცა სამწუხაროდ ესე ვერ ხდება. კეთილი. აი, იცი რა მინდა, რას ეთყოდი აი ასეთი ადამიანების, ასეთი ბავშვების მშობლებს? როგორი უნდა იყოს მათი მიმღებლობა? ყოველთვის უნდა იყვნენ თავის შვილის მხარეს. უნდა სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ, სანამ რაიმეს იტყვიან, სანამ რაიმე მკვეთრ მოძრაობას გააკეთებენ, მთავარი მესიჯი და ინფორმაცია და ყველაზე მთავარი რაც თავის შვილს უნდა გააგებიან, რომ მე შენ მხარეს ვარ. ჩვენ ექიმები პაციენტის მხარეს ვართ. შეიძლება ჩვენ ექიმები და მშობელი ზოგჯერ არ ვიყოთ ერთ მხარეს, მაგრამ პაციენტის მხარეს აუცილებლად უნდა ვიყოთ და მშობელს ბავშვს უნდა აუცილებლად თავის მშობლის იმედი ჰქონდეს. ეს არის ალბათ ერთ-ერთი პაციენტი ასეთი ადამიანებისთვის მოსახსენებლად ალბათ არ არის სწორი, ხო? ხო, არა, ნამდვილად არ არის სწორი, მართლაც ბავშვს უნდა ჰქონდეს მშობლის უპირობო იმედი და უპირობო სიყვარული. და ეს ყველა ბავშვის თუნდაც ზრდისთვის, განვითარებისთვის, ყველაფრისთვის აუცილებელია. რას ფიქრობ სქესის შეცვლის ოპერაციებზე? აი თქვა აი ასეთი ბავშვებისთვის, ხო? მე ჩვენ ქვეყანაში აკრძალულია. ბავშვებისთვის. არა ბავშვებისთვის, არამედ ზოგადად, ანუ ეს ბავშვები ხო იზრდებიან მერე, არა? ალბათ არის რაღაცა. ყველა ადამიანი, ვინც ამას ამბობს და იქ ტერმინოლოგიურად არის გენდერული დისფორია, რომელიც არ არის დარწმუნებული და არ იცის რა ხდება. თუ დარწმუნებულია, ყველა კვლევა ჩატარებულია, რას ფიქრობ, რომ ანუ აი უნდა იგრძელებოდეს თუ არა ქვეყანაში, ნუ გაურბიხარ შეკითხვას. ძალიან დიდი ხანი დაკვირვების შედეგად თუ დადასტურდა, რომ ამ ადამიანს უბრალოდ სხვა გზა არ აქვს არსებობის, იშვიათ და ზოგიერთ შემთხვევაში ალბათ ეს გამართლებული, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება. და ამ ბედნიერებაში ხელი შეშლა არის ჩემი აზრით ყველაზე დიდი ბოროტება, რაც ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანის ჯობია წინააღმდეგ იყოს შეიძლება ჩაიდინოს. ცოცხალი და ტრანსგენდერი და ეს
ოპერაციები ხო ყველა ძალიან რთული და მტკივნეული. ეს პროცედურა, რასაც გადიან არავისთვის ადვილი არ არის, მაგრამ ეს თუ მათი იდენტობის ნაწილია და თუ მათ ამის გარეშე მართლა არსებობა არ შეუძლიათ, ოღონდ ეს არის მართლა წლებით ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული და ძალიან ბევრი ადამიანის დაკვირვების და შეფასების და იმის შედეგად და არა მარტო ვიღაცა ერთ დღეს რომ სხვათა შორის მოდაშიც შემოვიდა 1000 TikTok-ის და სხვადასხვა ვიდეოების გავლენით ეს გენდერულ საკითხებზე და სხვადასხვა სქესის თემებზე. ხო, მესმის და პლუს კვლევა წავიკითხე ამასინაც სადღაც რომ აი ეს სქესშეცვლილი ადამიანები უფრო ცოტა ხანს ცოცხლობენ ჩვეულებრივი პოპულაციისგან გამომდინარე იქიდან რომ ისინი მუდმივად ჰორმონალური მხარდაჭერაზე არიან როგორც ქალები ისე მამაკაცები, ხო? ანუ ის მამაკაცები, რომლებიც ადრე ქალები იყვნენ და მამაკაცად იქნენ, იმიტომ რომ სულ ჰორმონებით. კი, თუმცა ნამდვილი ფიზიოლოგიური ბუნებრივი ჰორმონალური სტატუსის ასე ხელოვნურად შექმნა ალბათ არ არის ადვილი და არც ის გზა, რასაც ისინი გადიან იმ მცირე ასაკიდან თუ იმ ასაკიდან, როცა სანამ გააცნობიერებენ, რომ აქვთ პრობლემა, სანამ მივლენ გარდასახვამდე ეს გზაც ალბათ თავისი სტრესით და ყველანაირი პროცედურით მათი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ხო ვერ იქნება, თუნდაც მათი დღეგრძელობისთვის. ხო, მაგრამ მისი სიცოცხლეა და მან თავად უნდა განსაზღვროს მისსავე სხეულში რამდენი ხანი იყოს ბედნიერი, ხო? მაგრამ ნუ ახლა გეთანხმები იმას, რომ ეს ბავშვობის ასაკიდან არ უნდა დაიწყოს და ადამიანი როდესაც რასრული იქნება და როდესაც ყველა აი ამ ინსტანციას რაც ჩამოთვალე გაივლის და უკვე მოახდენს საკუთარი თავის იდენტობის დადგენას, ხო, მას ხელი არ უნდა ეშლებოდეს ჩემი აზრით სქესის შეცვლაში, იმიტომ რომ ესენი მართლაც არ არიან პაციენტები, ესენი დაიბადნენ უბრალოდ სხვა სქესი დაიბადა სხვა სხეულში და ყველაფერს სჭირდება ძალიან კარგი მიმღებლობა და ტოლერანტობა და შესაძლებელი ამასაც ჩვენი ქვეყანა მაინც ჯერჯერობით ხო ამ თემებისგან ძალიან შორს არის და ძალიან დიდი აგრესია არის ამ თემების მიმართ და იმედი მაქვს რომ ოდესღაც ეს საზოგადოებაც გაიზრდება და მიმღებლობა გვექნება, იმიტომ რომ ისინი ზუსტად ისეთივე ჩვენი ქვეყნის შვილები არიან, ისეთივე მოქალაქეები, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. და ჩემი, აი, ნებისმიერი ჩვენგანის ალბათ ჩემი შვილიც ესეთი რომ იყოს, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი შვილების მხარეს, არა? აუცილებლად. ჩვენც უნდა ვიყოთ ჩვენი შვილების მხარეს და ექიმები, მთელი სამედიცინო სისტემა უნდა იყოს პაციენტის მხარეს და არ შეიძლება ოდნავ მაინც იგრძნოს პაციენტმა, რომ ექიმი მას განსჯის, ან სწორად ვერ აღიქვამს და ვერ აფასებს მის სიტუაციას. ყველას სჭირდება მეტი ინფორმაცია ამ სფეროზე. ყველას სჭირდება ექიმსაც, პაციენტსაც, მშობლებსაც, ზოგადად საზოგადოებას. ძირითადად ალბათ ეს არატოლერანტული მიდგომაც ალბათ ნაკლები და არასწორი ინფორმაციის და არასწორი და დამახინჯებული ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის ბრალია, რომელსაც სამწუხაროდ და ხშირად პროპაგანდის სახეც აქვს ხოლმე. კეთილი, ბოლო შეკითხვით მინდა მოგმართვა, ეხლა საკმაოდ საინტერესო თემას შევეხეთ. ამ თემაზე პირობა მინდა ჩამოგართვა, აქ რომ უფრო ვრცლად ვისაუბროთ ერთ-ერთ პოდკასტში, მოგიწევ კიდევ ამავე ფორმატში და მინდა რომ უფრო სიღრმისეულად გავშალოთ ეს თემა, იმიტომ რომ სიმართლე გითხრა, მეც ამ საუბრისთვის დღეს თლათ ესე ბოლომდე მზად არ ვიყავი. ყავს ესეთი ბევრი პაციენტი? რამოდენიმე ძალიან რთული ვიზეთ ჩემი ზრუნვის თუ უძილო ღამეების დიდი ნაწილი დაიხარჯა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აცნობიერებ, რომ შენიან სულიად რამოდენიმე ადამიანის გარდა მათ ვერავინ ვერ გაუგებს, ვერ დაეხმარება და ეს სამყარო, ეს ქვეყანა, ეს სისტემა საერთოდ არ არის მზად, რომ მათ რაიმე მხარდაჭერა შესთავაზონ. ხო, კარგი ნინო, მადლობა ძალიან დიდი საინტერესო საუბრისთვის, ვფიქრობ საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა. ხო, კიდევ ერთხელ უნდა მოხვიდე ერთხელ ამ თემაზე სასაუბროთ. ეს იყო გადაცემა, ეს იყო პოდკასტი ექიმი მიკროფონთან, მე ერთი კვირით გემშვიდობებით და აქვე მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, აუცილებლად მოგვიწონოთ, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი мотиваცია და ყოველგვარად სულ ახალ-ახალ საინტერესო ექიმებს და საინტერესო თემებს წარმოგიდგენთ ხოლმე ერთი კვირით გემშვიდობებით, მადლობა.